განაცხადა საქართველოს სამართლის კომისიის 359 გათვალისწინებული დანაშაულის შედეგისთვის ადმინისტრაციულ განაცხადოს თავისუფლების აღკვეთა პარტია ლელოს ერთ-ერთ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოაცხადა. თავისუფლების აღკვეთასთან ერთად ხაზარაძეს სასამართლომ 2 წლით თანამდებობის დაკავებაც აუკრძალა. განაჩენის გამოცხადებას თავად მამუკა ხაზარაძე არ დასწრებია. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატი ზვიად კორძაძის თქმით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას კანონიერი საფუძველი არ აქვს და მას აუცილებლად გაასაჩივრებენ. ორი ვადით შემოიყვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. მამუკა ხაზარაძეს ადმინისტრაციის გადასახადად დაიწყოს განაჩენის ასრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან სახელმწიფო ირაუწყდეს გირაუს თანხა დაუბრუნდეს შენდას კანონმდებლობაში გაჩერებული თერგიცებულებას ვერსიების ბარაშტების შენახულება საქმის შენახვის ვარ. განაჩენი კანონიერი ძალაშენის გამოცხადების თანავე და საჭიროება ერთ-ერთ ხელში წვილი საათის საკალაფო სამართლის მეშვეობის νομისმოძებნობაში შენიშვნების გამოყენა შეიძლება პარასატო დაიწყება თემატური კრიტიკა. სამართლებრივად ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ აქვს, არც საერთოდ გამომტყუნებელ განაჩენს, მით უმეტეს პატიმრობას, მაშინ როდესაც ითვალისწინებდა სხვა სახის სასჯელსაც, შესაბამისად ჩვენ დაველოდებით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს და აუცილებლად ის გასაჩივრდება. ამ მუხლთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა არანაირი პრეცედენტი და ზოგადად ესე დაბალი შესაძლო სასჯელის ფონე მუხლებთან იმართებაშიც არსებობს ალტერნატიული ღონისძიებები სასჯელის, როგორც წესი ხდება ალტერნატიულის გამოყენება. მოცემულ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ წარუადგინა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულებს მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები და მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომლის თანახმადაც ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება უშუალოდ სასჯელს, ეს უშუალოდ სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი და სასამართლომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩათვალა, რომ 8 თვე თავისუფლების აღკვეთა იყო ის სასჯელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად, სასჯელთან დაკავშირებით ჩვენ პოზიციას ამ კუთხით ვერ მოგახსენეთ. განაჩენის გამოცხადებას მამუკა ხაზარაძე პარტიის ოფიციალოდა. ესე იგი, ეს სამართლინო სპექტაკლი. ესე დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ბრძოლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ვინმე არ იფიქროსო, ჩემი დაჭერით და ალბათ, ბადრისაც იგივე სასჯელს გამოუტანენ, ვინმე არ იფიქროს ერთი წამით. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდში არავინ არ ფიქრობს, ისე როგორც ვიცი ახლა ჩვენ მოგვისმენს, რომ ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს. გამორიცხულია რა, სადაც არ უნდა ვიყოთ რა, ესე თქვა და მაშინ ვიქნებით, საკანში ვიქნებით, გარეთ ვიქნებით, ეს ბრძოლა გაგრძელდება. მოგიწოდებთ ყველას სრული მობილიზაცია გააკეთეთ. სრული მობილიზაცია კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა, თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ თუ ყველა გამოვთ, ყველა ლიდერი, ყველა პარტიის არის ციხეში, ჩვენ გვაქვს დღეს იმის იმედი, რომ აი საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს თბილისში, განსაკუთრებით და კიდევ რამოდენიმე დიდ ქალაქში, დაირაზმება და ამათ გავყრეთ. დემონტაჟი, დეოკუპაცია დაიწყოს თბილისიდან. ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და მე ჩვენ მეგობრებს ციხეში დაუმტკიცებ, რომ ეს არის ერთ-ერთი სწორი გზა. ზურასაც, ნიკასაც. მამუკა ხაზარაძე წულუკიანის კომისიაზე ახსნა განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდა. ამის გამო მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლით წარუდგინეს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმითან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამავე საქმეზე ბადრი ჯაფარიძის განაჩენს სასამართლო დღეს 5 საათისთვის გამოაცხადებს.